დაჯარიმებული ჟურნალისტები თვეების განმავლობაში ელოდებოდნენ, რომ გადაწყვეტილება შეიცვლებოდა, რადგან უკანონო ჯარიმები ჰქონდათ გასაჩივრებული, თუმცა გუშინ მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ძალაში რჩება გამოწერილი ჯარიმები. მედიის წარმომადგენლებს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებიან არა და გასაჩივრების შემდეგ ჟურნალისტებმა გელა გელაძის უწყებას დეტალურად წარმოუდგინეს მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ნამდვილად ასრულებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას და ნამდვილად არიან მედიის წარმომადგენლები. ამის დასადასტურებლად წარადგინეს მაგალითად პრეს ბარათი, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი ნამდვილად არიან ჟურნალისტები. ასევე წარადგინეს ვიდეო მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ იმ დღეს, როდესაც ჟურნალისტებს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებიან, ისინი ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას. მაგალითად, ბასტიმ გალობლიშვილი, პუბლიკას ჟურნალისტი არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც პირველობთან საუბრისას ამბობს, რომ იმ კონკრეტულ დღეს, რომელსაც გელა გელაძის უწყება მას ედავება, ის საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა რუსთაველის გამზირზე და მეტიც არა გზაზე, არამედ ტროტუარიდან იღებდა ვიდეოს საკუთარი მობილური ტელეფონით. ამავდროულად საქმეში დევს 112 სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც კარგად ჩანს, რომ მოქალაქეები, რომლებიც ადგილზე არიან ჟურნალისტები, ასრულებენ საკუთარ საქმიანობას. მარიამ ნიკურაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ჟურნალისტი 4-ჯერ დააჯარიმა. ერთი ჯარიმის საპასუხო გასაჩივრების წერილი მას გუშინ ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც მისი ჯარიმაც რჩება ძალაში. ჟურნალისტები ამბობენ, რომ გელა გელაძის უწყებამ დამკვიდრა ახალი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც აჯარიმებენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ცენტრალურ გამზირზე მუშაობენ და მათი განმარტებით ეს არის დაშინების და სადამსჯელო ღონისძიების სერია. დამაჯარიმეს 5,000 ლარით 14 თებერვალს და როდესაც გავასაჩივრე, ამ დრომდე ველოდებოდი პასუხს და საბოლოოდ გუშინ მომივიდა პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ არ დაკმაყოფილდა ჩემი საჩივარი. შესაბამისად ვაპირებ, რომ გავასაჩივრო ახლა სასამართლოში. მტკიცებულებები წარდგენილი მქონდა ცნობა სამსახურიდან, კადრები სადაც ჩანს, რომ უშუალოდ გადაკეტვის მომენტში ვდგავარ ტროტუარზე, ვიღებ მკეთია პრესის ბარათი და ვაშუქებ. ასევე წარვადგინა იმ დღეს გადაღებული მასალები, თუმცა ეს არ აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმარისი, რადგან ფიქრობ, რომ ეს არის დასჯა პროფესიული საქმიანობისთვის, ქუჩაში პროტესტის გაშუქება გახდა დასჯადი. 4 ჯარიმა მოგვსულ გზის გადაკეტვისთვის მარტში და 2 მარტის არის და 2 აპრილის. რა თქმა უნდა 4-ვე გავასაჩივრე. 2 დღის წინ მომივიდა პირველი უარი 14 მარტის кейსზე. მათივე გამოგზავნილ ვიდეოებში, 2 მაქვს ჯერ ნანახი. ძალიან კარგად ჩანს, რომ მიიკეთია პრესის ბეიჯი, სამკლაური, მაქვს კამერა, თუმცა ხო, რა თქმა უნდა, არ გავთვალისწინებიათ ეს ამბავი და პირველი ჯარიმა დატოვეს ძალაში. რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი ამის მერე არის უკვე სასამართლოში გასაჩივრება ამ ჯარიმების და რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ გავასაჩივრო. ჟურნალისტები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააჯარიმა, ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე ისინი ასრულებდნენ საკუთარ საქმიანობას და მარტივი იყო მათი ამოცნობა, რადგან თან ჰქონდათ პრესის სამკლაური და თან ჰქონდათ ასევე პრეს ბარათები, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირება ძალიან მარტივი იყო, თუმცა მათი განმარტებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პრაქტიკა მოჰყავს ძალაში, რომ დააჯარიმოს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მუშაობს. ეს ჯარიმები, რომელიც გასაჩივრდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, დადგენილების მიხედვით პასუხი არის ის, რომ ეს დარჩება ძალაში, თუმცა ახლა ჟურნალისტები ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. მადლობა მარიამ, ეს იყო მარიამ მაკასარაშვილი.